უსურვოთ ამ ადამიანს შეგვიძლია დავიწყოთ. შესავალი თუ ჩართობი? 3, 2, 1. Раз. Да раз, 1, да სამი და ბუთხუნა. ხედავ როგორ უნდა მოყუმარება? ვა, რაღე? რამდენი წამი დაჭირდა? 5. 5 წამი. ვაფშე 9 იყო, მაგრამ არა უც. ეს სიტყვაზე ვენდე უბრალოდ გავყეთ. 10 წამი 9 წამი რა გაქვს? კარგი, 50 ლარი გაქვს. 50 ლარი აქვს, წინასი ლარია, თამაშობთ. 3, 2, 1. მოგების შემთხვევაში თქვენ მოიგებთ 1000 ლარი. თუ წავაგებთ ვაი. ამ კაცის პაროდია ბატონი გიორგის არ იყო ხო ზუსტი? კაი კი ბატონო. ეხლა რა შეეხება, გადის დრო რა სწრაფად. ნიკა მელია ნორმალია. არა, უნდა გამებრაზებინა რა. იუ მოხია. ბიჭი, რაზე გაგეცი რა, ჩემ პაროდიაზე? არა, გამეცინა უბრალოდ აი როგორ ჩართულია ეს ადამიანი. ვერ ზოგადად ამას. ჩემი პაროდია არავის არ გამოსდის, არ მე ვერ მივხვდი მის პაროდიას, მაგრამ არა უშავს ხალხი მიხვდება. არა, მთლიანად არ მოვაყოლე. საზოგადოება ხომ მიხვდება შეგაცებას. ეგ ისე რო იცოდეს, ეგ ჩემიც პაროდია არის. ეს არის იკუბოვიჩის პაროდია, რო იცოდეთ, ჩემი მოგონილი არა ეს 1000 ლარი. ოდითგანვე არსებობდა. ოდითგანვე არსებობდა. მე ხო მიბაძველი ვარ. 100 ლარი გაქვს? 100 პლაგიატი ვარ? არ უკადრებია. არა. რო არ გესმის სიტყვები. რო არ იცი რა არის და არ უკადრებია. ხუმრობა შენ დაიწყო. მაშინ შენ უდგეხარ ბრატ მაგ. ივანე ვიზვინე არ გვინდა. ერთი წუთი აქ. სიწყნარე მოხოდოთ ერთი წამი. 100 ლარი გაქვს ბაბუცი 200 ლარზე თამაში. გაგახარებს ღმერთი 3, 2, 1. აბა ბაკა ბუკი. ცოტა კამია. რა ვქნა რა გავარ? ბიჭო, ესე თუ გაგზავნა ჯამში 1 წუთით არ დაჭირდება ამ კაცს. 40 წამში ჩაეტევა. გადავხედოთ აქ. 200 ლარი. აღინულია გავგასია. აღინული ხარ, შენც მოგინული. 200 რიგოთი არის. ბიჭებო, რაღაც. მაგ ხო 200 ლარი. 200 ლარი არის. და წავიდეთ, მეტი რა გვინა. არ გამოვა ეგ ბაზე. თამაშობ 400 ლარი. იგი. აბა მოვემზადეთ 3, 2, 1. ნორმალიას მინდა უთხრა. დარგოს ხეები, 1000 მაინც დარგოს, მილიონის დარგოს. ბავშვი ვასეირნო და ავტობუსის გაჩერება ჩერდება ავტობუსთან. მე ვარ ნიკამელი, არა სასაცილო. რავი, გადავიხოთრე თავი მეთქი სასაცილო. მაგის გამო, თორე ხუჭუჭა. სპეციალურად. თორე ბებიკაშვილის რაირი. სპეციალურად აქ. და აბა ჩაგეთო. აბა ძირკულით მა. 400 ლარი აქ ადამიანს ჯამში რო დავთვალოთ 1 წუთიც ალბათ არ დაჭირდა. 400 ლარი. აქ მაგ იცი რამდენი იუმორინა მთლიანი 2 საათი არ გამო. დაგჭირდა. 1000 ლარი გვაქცევ, თამაშობთ? კი, თამაშობ. ბიჭებო, 1000 ლარზეა თამაში. თამაშობთ 1000 ლარზე. 3, 2, 1. დიდი მადლობა ხალხო, ჩვენი მონაწილეები ხუჭა მაგლაგელიზე. მადლობ, რა გეხოცები რა. ამით ვთქავ, ამით ვიღვიძებ. ალბათ რეკორდია, იმიტომ რომ ეს სწრაფად 1000 ლარი ჯერ არავის არ მოუგია. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი რეკორდია. ხალხი შეაფასებს. არ მაგარი რო იყო მეტი შემიძლია. მე ვიცი რომ ჭოლას პაროდია შეგიძლია. კი. თუ შეგიძლია რომ ჭოლას პაროდია გვაჩუკო ისე. ეხლა. მოიცა, ჭოლას პაროდია. არა, 1 წუთი ჭოლას პაროდია იქნება ეხლა. ძალიან ნიჭიერი ხარ. ვაიმე შვილო. ვაიმე დედა. წაიყვანეთ კაცო გურიაში, წაიყვანეთ კაცო ეს. არ მინდა ამდენი შოკოლადი კაცო. წნევა დამარტყავს. პრეზიდენტის გამოვიცი. ესეც 400 არის, ესეც მოკითხვა. სიმღერები, ალბომი ჩაიწერება, იმდენი გაჟღერდა. მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ეს არის ანზორ კუპრაშვილი, აპლოდისმენტები.
სალამი. ანზორი მარტოა მოსული. ქუთაისიდან ხარ? ძალიან საინტერესოა. არის ხლა მე ვერ დაგეციეთ რამე არ ვიცი? ქუთაისიდან რო არის რა? არაფერი, კაცო, ისე საკუთრება. ქუთაისზე 19 წლის. 19 წლის. მალე გადის დრო. ბარსელონა ხდება რა? ბიჭი რამე არ ვიცი. ბარსელონაში გინდა მოგზაურობა. სხვათა შორის ბარსელონა. ბარსელონა კარგი ქალაქია. ფეხბურთის გაყვარება შეიძლება. ბარსელონას გულშემატკივრობ ალბათ. ასე მგონია ყველაფერი იცის. გადავდე კითხი აბა ისე თუ აი საერთოდ აღარ ვეკითხები ძმაო არაფერს. ეხა ბოლოსია შენები როგორ არიან? რავი ეჯაშა. ახტე. მაგარი ძალიან. კაი მე შეგიძლია აღარ მაქვს თუ კი აქვს სურვილი. რა ვიცი ახოს არა შეგვიძლია დავით. ასე ოჯახური მასში ვერ ჩავარდი და არა. ოჯახური იდეაა და დავიწყოთ. დრო თუ შესავალი? დრო ვიდა. 3 2 1 ტელეკომპანია რიონის დაცვის თანამშრომელი ცუდად გახდა და ერთი კვირაა გადაცემები დირექტორს მიყავს. უთავმხედარი ბიბლიოთეკა დასაცილო რატო გამეცინა ესე უყურებ ხოლმე მაგას დირექტორი ამინა არ ვიცი რომელია და ის კაცი თუა დირექტორი რომელსაც მიყავს კარგი იყო 50 ლარი გაქვს ვაგრძელებ 3 ჩემი სიმპათია მინდა გამოვხატო ტელეკომპანია რიონის მიმართ კიდე ძალიან უამრავი ტელეკომპანია აღმოაჩინე ახალი კიდე უყურებ ხოლმე ამიტომ შედვის ახლა გადავდივარ 3 2 1 უთავმხედარი ბიბლიოთეკაში შევიდა და სატან გადასავლო წიგნი წაიკითხა. კინო რეჟისორების ოჯახში პირველ ბავშვს მირზადა არქოს, მეორე ბავშვს მირზადვა. შუა საუკუნეებში რაინდები ქალებთან შეხვედრისას აბჯარს არ იხდიდნენ, იმიტომ რომ კონტრაცეფციის სხვა საშუალება მაშინ არ იყო. აბჯარს ვარ. რა კარგი თავდაცვის საშუალება. გავაგზავნოთ. 100 ლარი გაქვს წინ 200 ლარია. 3 2 1 ბებია ჩემი წელში ისეა მოხრილი მეცხრედან რო გადმოვაგდეთ პირველ სართულზე დატრიალდა და უკან ამოვიდა. ბებო აი ველოდებოდი იმას რომ გასწორდა ეგრევე საფლავში ჩავარდ რაღაცა სიტყოდა ხებოთ მე საფლავები დახვდა და საფლავი გაუთხარეს რაღაცა ველოდებოდი ამას ავიშტები 200 ლარი შენია წინ 400 ლარია ვაგრძელებ 3 2 1 ყაჩაღებმა მაღაზიიდან 2 ტონა ლობიო გაიტანეს. იარაღი მათ არ ჰქონდათ, მაგრამ პოლიციის მოსვლის შემდეგ მაინც ორმხრივის როლა აწდა. წარმოიდგინეთ მაგს მაგამ ბავში გადატენვა რა მაგარი იქნება. ამ ხურა შენ უდგები ახლა ნიკა უნდა გავუპროტესტო ძალიან პროფესორი არ ზაგერაი წარმოიდგინე სიტუაცია ამის ასაკი ახლა სიტუაცია როგორ მოწონს რა სიტუაცია მოწონს იქ ბრაღლა ისინი კარგი 400 ლარი გაქვს 700 ლარი გაქვს წინ 1000 ლარია რა ძმა 700 ლარია წინ 700-ია წინა ვიცი წინ მართლა 1000 ლარი 400 ლარი კარგად მოიგე უდაოდ მაგრამ არ დავკარგოთ არ დავკარგოთ აი ჩარტი თამაშო 3 2 1 კაც რომელსაც ნაირ მანქანები ყავდა უფრო ბევრი ფული იშოვა და ეხლა ნაირ მანქანები ყავს. მწეველმა კაცმა სიკვდილის წინ თავის შვილებს სიგარეტი დაუტოვა. უთავმხედარი ერთადერთია ვინც პირადობის სურათით ყვაყოფილია. იმერელმა პარაშუტით, ხტომელმა პარაშუტი 20 კაცზე გაშალა.
იბერული სტუმარს მიგლოდა. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, მაინც რაც ცუდი ხუმრობაც არ უნდა ეთქვა, ხა გაუცინებდა, იმიტომ რომ წინა პირობა ქონდა, ყველა ხუმრობა კაი და არა, ძალიან კარგი. კარგი გამომსვლელი იყო, მინდა დავფიქსო და სოლიდარობას უცხანებ ამ ადამიანს. ნავი, ანჯოლი კუპრაშვილი. 19 წლის, დახვეწილი ხუმრობები. აი, სულ